რაღაც ობიექტური და სუბიექტური უფროსო მეტად მიზეზების გამო რამოდენიმე კვირა, რამოდენიმე შაბათს ვერ შეხვდით ერთმანეთს და ვერ ვისაუბრეთ. დღეს ღვთისმშეწევნით მოვახერხეთ თქვენთან შეხვედრა, დღეს არის ხორციელი შაბათი. ღმერთმა ჩვენი მიცვალებულები, ვისაც ჩვენი ხელიდან შენდობას ელია, ღმერთმა სასופველი დამოკიდეთ და ზოგადად დღევანდელი დღე მე რა ტაძარშიდაც ვიტყვით. ან თქვენც მოიცოდით, რომ დღევანდელ დღეს ეკლესია კრებსითად იხსენებს ყველა იმ მიცვალებულს, რომელიც მათ დატოვეს ეს ღვთისმსახელი, შეიძლება მათთვის ლოცვა, სამწუხაროდ მათი სახელები დავიწყებულიოთ, ღმერთი ყველას და დღეს ეკლესია ყველას იხსენებს. მაგალითად ახლა ჩვენ წინაპრები ხო არ გვახსოვს ახლა მე მაგალითად შეიძლება ვთქვა, რომ შეიძლება მეოთხე თაობამდე მახსოვს ახლა სახელები და შეიძლება გითხრათ ჩემი წინაპრების სახელი, მაგრამ მეოთხე მეხუთე შეიძლება რა და მეტი აღარ გვახსოვს. ან ჩვენი წინაპრები იყვნენ დიდებული ადამიანები, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია დღეს ჩვენ აქ ვიყოთ, ასეა. მათმა იბრძოლეს, იშრომეს და ჩვენი ქვეყანა აქამდე მოგვიტანეს და ჩვენ ვალდებულება გვაქვს მათი სული მოიხსენიოთ. და ასევე მარტო იმაზე ჩვენი წინაპრები კი არა, ნებისმიერი ადამიანი დედამიწის ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ყველა მართლმადიდებელს იხსენებს ეს ეკლესია და ზოგადად. ვიცით, ლიტურგია არის სოფლიო მნიშვნელობის მოვლენა. რა გაგიბით გულისხმობ ახლა ლიტურგიაზე იხსენება ყველა ადამიანი. მაგალითად, აი აქ ხიდისთავის ტაძარში ვიღაცამ რაღაცა გააკეთა, რა. და მისთვის ლოცულობს არა მარტო ხიდისთავის ეკლესიაში იქნება ლოცვა, არამედ სადაც კი ტარდება მართლმადიდებლური მსახურება, სადაც კი ტარდება, ყველგან იხსენიება ეს ადამიანი, რა. ადამიანი, რომელიც იყო ეკლესიასთან ერთობაში და წავიდა ამ ქვეყნიდან. იმის სურს ყველა ტაძარში ხსენება ხდება, იმიტომ რომ თუ დაგვირდებით თქვენ, როდესაც ჩვენ მღვდლები ვამბობთ ეგრეთ წოდებულ კვერექს ვამბობთ ხოლმე რა. იქ ვამბობთ მაგალითად მიცვალებულთა კვერექს თუ ვამბობთ, რომ ღმერთმა მოიხსენა ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი. იქ ყველა არის. მაგრამ ჩვენ გვევალება სახელობითად მოიხსენიოთ ის ადამიანები, რომელთა სახელები გვახსოვს. გამიგეთ? კარგი, ეს ძირითადი გადახვევა, რაც შეეხება დღევანდელი ჩვენი თემა. დღეს ჩვენ უნდა წავიგითოთ მოციქულთა საქმეების მე-11 თავი. ხოლო ესმა მოციქულთა მათ ძმათა და ძმათა, რომელი იყვნენ სხურიასთანს, ვითამი წარმართათ და შეიცნარეს სიტყვა ღვთისა. თქვენ იცით, რომ ახლა სანამ შემდეგ ტექსტს გავაგრძელებ, ძველი აღთქმის ეკლესიის ცხოვრება, მოკლედ ძველი აღთქმის ეკლესიის მადმოსილება დასრულდა მაშინ, როდესაც მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს და ჯვარზე გაგრული მაცხოვარი შემდეგ აღესრულა და კრიცამელიორად გაიყო. ეს ნიშნავდა იმას, რომ დამთავრდა ძველი აღთქმის პერიოდი, ახალი აღთქმის ეკლესია დაიწყო არსებობა სულთმოფენობის დღეს, ხო გახსოვთ? სულთმოფენობის დღე აგვიმიდან 51 დღეს, როდესაც მოციქულებზე გადმოდის სულიწმინდა, იწყებს ახალი აღთქმის ეკლესიის არსებობას. ახალი აღთქმის ეკლესიაში პირველი წევრები იყვნენ ებრაელები, იუდეველები იყვნენ. იუდეველებს როგორი განწყობა ჰქონდათ? ზოგადად იუდაური ერი იყო გამორჩეული ერი, იმის გამო რომ მხოლოდ მათ მიიღეს ერთი ჭეშმარიტი ღმერთი. მათ გაუხსნეს გული ღმერთს. Αλλά თქვენ კი არ იფიქროთ, რომ მარტო ძველ აღთქმაში ღმერთი მარტო ებრაელებს მოუწოდებდა, თავი ღმერთი ყველას მოუწოდებდა, მაგრამ მხოლოდ ებრაელებმა გაუღეს გულისკარები, როგორც დღეს ღმერთი ყველა ადამიანს მოუწოდებს. სულიწმინდის მადლი ყველგან არის, იმიტომ რომ სულიწმინდა ღმერთია. ღმერთი სულიწმინდა ყველას მოუწოდებს ეკლესიისკენ, მაგრამ მხოლოდ მცირედნი უღებენ მას გულს. მხოლოდ ეკლესიის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრს შეუძლია იყოს ზიარი მაცხოვნებელი მადლის, სული ცხონება მხოლოდ მართლმადიდებლობაში შესაძლებელია. მაგრამ პირველი თემის ქრისტიანები, იუდეველები ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ ქრისტე მოვიდა მათთვის, ასეთი არასწორი დამოკიდებულება იყო მაშინდელ ებრაელებში და ზოგიერთი ამბობდა, რომ ქრისტეს ჯული არ უნდა იქადაგოს არსად მარტო მხოლოდ ებრაელებში რა. იმიტომ რომ ებრაელებს ყველა დანარჩენი ერი მიაჩნდათ წარმართებად, წარწმენდიზეებად, ფაქტიურად და მათთან შეხებაც კი არ შეიძლება და ურთიერთობაზე საერთოდ საუბარია რა, არ არის რა. შეხებაც არ შეიძლება და გამარჯვება ერთად სუფრაზე დაჯდომა არ შეიძლება და ასე შემდეგ და სხვათა შორის ასეთი მიდგომები დღესაც არის რა. მაგალითად ადამიანები, რომლებიც ძალიან ესეთი იმაში არიან, რა ქვია, რადიკალიზმში გადავარდნილები, ასეთი დამოკიდებულება დღესაც აქვთ. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ქრისტესთვის მოვიდა
ღმერთი მოვიდა ამ ქვეყანაზე როგორც კაცი ყველასთვის, უკლებლივ ყველასთვის და აი ამ თავში რომელსაც ჩვენ ახლა მოწავე ვიკითხოთ, აი ამაზე არის აქცენტი გაკეთებული. რომ გაიგესო ებრაელებმა, რომ წარმართებმაც მიიღესო სიტყვა ღვთისა, სიტყვა ღვთისა ვინ არის? იესო ქრისტე. სწავლება, მაცხოვრის სწავლება მიიღეს და რაჟამს აღვიდა პეტრე იერუსალიმში. ერიდებოდეს მას წინადაცვეთილებისაგანი ძმა, რატო ერიდებოდნენ? იმიტომ რომ როგორც გითხარით, ებრაელებს ეკრძალებოდა სხვა ადამიანებთან, სხვა ადამიანებთან შეხებაც კი და რა გააკეთა? წინა თავში ჩვენ ვისაუბრეთ, კი რაღაც კონტროლი პაუზა გამოგვივიდა ჩვენ. ახლა მირათე თავზე რომ ვისაუბრეთ იმის შემდეგ, მაგრამ გაგახსენებთ, რომ პეტრე მოციქულის მოგლიდის და ქადაგებს და წარმართი ადამიანებს მოაქცევს, ხო და წარმართებთან ქონდა მას შეხება და აქედან გამომდინარე პეტრეს მიაჩნდათ მათ, რომ უკვე გაუწმინდებულია და ერიდებოდნენო და იტყოდეს ვითარმე კაცთან მიმართ წინა დაუცვეთელთა შეხვედრა მათთანაც ჭამო, ხოლო პეტრე იწყო მიუთხრა მათ შემდგომად და თქვა. ამის შემდეგ პეტრე იწყებს თხრობას იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოდის ზეციდან ტილო, მოდი ამ თემას აღარ წავიკითხავ ახლა, ალბათ ყველას გახსოვთ, თუ გაგახსენებთ ახლა. პეტრემ რა იხილა? როდესაც იყო ის ერდოზე, ანუ სახურავზე ისე ებრაელებს ხო გაგახსენებთ, როგორი სახლები ჰქონდათ ახლა. ებრაელებს ჰქონდათ ბანიანი სახლები. ბანიანი სახლი იყო მაშინდელი ახლა ვთქვათ, ესე იგი არქიტექტურული ესე იგი გადაწყვეტილება, რომ ესეთი სახლები უნდა ქონოდათ. ბანიანი სახლი, რომელსაც ჰქონდათ ბრტყელი გადახურვა. ამ ბანზე, ანუ სახურავზე შეეძლოთ ხოლმე ასულიყვნენ და როგორც ზეზუს ისე იყენებდნენ. თქვენ იცით, ახლო აღმოსავლეთში შეიძლება ნაყოფი ცხადრომი ზოგიერთი თაგანის ვარხად ნაყოფი იცით, თორიც გეტყვით, რომ ძალიან ისეთი ტემპერატურა, მაღალი ტემპერატურით გამოირჩევა. ან ფაქტიურად, მაგრამ ზაფხულში გარეთ გაჩერება ფაქტიურად შეუძლებელია. ისეთი მაღალი ტემპერატურა ძალიან ჭირს იქ წყალი და შესაბამისად ადამიანები ცხუნვარი ზღვის ქვეშ სახლებში აფარებდნენ თავს. და თუ გახსოვთ თქვენ, ეს იოანეს სახარებაც გვაქვს ჩვენ წაკითხული და ცირე კომენტარი გაქვს გაკეთებული, როდესაც მაცხოვარი იაკობიშასთან იყო. ვინ მივიდის მასთან? სამარიტელი დედაკაცი. და რატომ მივიდა შუა დღეს? იმიტომ მივიდა, რომ ამდენს ყველა იყო სახლებში იყვნენ და ეს არასწორი წესი ცხოვრობდა, მეძავი იყო. მოდამტო შუა დღეს გავიდა, რომ არავინ არ იქნებოდა, რომ ისე არ შეეხედა, არაფერი არ ეთქვა. ასე იყო მაშინაც ხალხი სახლებში, მაგრამ როდესაც მოსაღამოვდებოდა, ეზოები რო არ ქონდა დიდი, ბანზე ადიოდნენ და იქ იჯდნენ, რომ პროსიო უბერავდა და შესაბამისად პეტრე არის ასე ერდოზე და იხედება, რომ ზეციდან ჩამოდი დიდი ფარდაგი, რომელზედაც არის სხვადასხვა ცხოველები. და პეტრეს ეუბნება ხმა, რომ დაკალი და ჭამე. ჩვენ ვთქვით, რომ ებრაელებს ეკრძალებოდათ, რომ რაღაც გარკვეული სახის ცხოველები შეჭმა. მათ იყო ცხოველები ქონდათ დაყოფილი წმინდა და არაწმინდა ჭამაში. და პეტრეს ეუბნება, რომ დაკალი და ჭამე და პეტრემ რომ დაინახა ამ ფარდაგზე, იყო სხვადასხვა წმინდა და არაწმინდა ცხოველებიც. და რო უთხრა, რომ მე ახლა არ შეიძლებაო ეს, მაგრამ ხმამ რა უთხრა უბრალმა, რომ ყველაფერი წმინდა თან დაკალი და ჭამე. ამის შემდეგ უკვე არის ასეთი ორმაგი განმარტება გავაკეთეთ ჩვენ მაშინ, ორგვარი, ერთი რომ ქრისტიანს შეუძლია წმინდა და არაწმინდა ცხოველი შეჭამოს, რა თქმა უნდა, არ იკრძალება და ცოდვად არ ითვლება, თუ ადამიანშიო შეუძლია ერთი შეჭამოს, მეორე შეჭამოს. ასევე ამ სხვადასხვა ცხოველებში იგულისხმება წარმართი ადამიანები, ანუ ეკლესია, კარები ყველასთვის არის ღია, ყველა ადამიანისთვის. როგორი წარმომავლობის, როგორი ფერის კანის ადამიანიც არ უნდა მოვიდეს, რომელი ქვეყნიდანაც ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ყველას კარები გავუღოთ, ყველა მივიღოთ, ყველას უმასპინძლოთ და თუ მათ აქვს სურვილი რომ მივიდნენ ქრისტეს და ჩვენ არ უნდა დაუბრყოლოთ და არ უნდა უთხრათ, რომ შენ არ ხარ ახლა აქედან, ამიტომ შენ არ მოგნათლავ, შენ ახლა არ დაგმოძღვრავ, ასეთი რაღაც არ შეიძლება. გამიგეთ? ხო, სწორედ ამას ეუბნება და მე ასეთ სიტყვებს ამბობს პეტრე, რომ მათზეო ისევე გადმოვიდაო სული წმინდაო, როგორც ჩვენზე. გესმით? და ჩვენზე რა ეგულისხმება? 50 დღეს, როგორც გადმოვიდა სული წმინდა მოციქულებზე, 12 მოციქულზე აქვს საუბარი რა. ხო, ასევე გადმოვიდა სული წმინდა ამ ადამიანებიც. გამიგეთ? ანუ ღმერთი სული წმინდა გადადის ყველა ადამიანზე, თუ ადამიანები მათ, როგორც გითხარით, გულის კარებს გაუღებენ. და
ესე იგი შემდეგ ამის შემდეგ გავაგრძელებთ ამ თემას უთხრობს მათ და ვითარც ესმა ესე დადუმდეს ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს ნუ უკვე ნამდვილად წარმართაცა მისსა ღმერთმა სინანული იგი ცხოვრებისა ანუ ისინი მაშინ კითხვა გაუჩნდათ ანუ ესე იგი ჩვენ რო გონია და ჩვენ რო გვაქვს წარმოდგენები რომ ღმერთი მარტო ჩვენთვის ერთი ერისთვის არის თურმე არ ყოფილა უსწორი და მართლაც რო იცოდეთ ეს პრობლემა რაღაცა მონოეთნიკურობა და ეგრეთ წოდებული შოვინიზმი ყველას ახასიათებს რა შოვინისტური და ესე იგი ფაშისტური თუ რა ნაცისტური უბრალოდ მიდგომები ისტორიის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ერებში გამოჩენილია მაგალითად თქვენ იცით რომ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო რატო ნაცისტურ გერმანიას რატო უძახით იმიტომ რომ ის ნაცისტები გერმანელები ფიქრობდნენ რომ ჩვენ ვართ ზე რასა ვართ ჩვენ ვართ არიელები იძახოდნენ და დანარჩენი ყველა ჩვენი მონებია ესე იგი ასეთი ფაშისტური ნაცისტური მიდგომები სამწუხაროდ არის ხოლმე და ეს ქრისტიანობისთვის ყოველად მიუღებელია ნაცისტური მიდგომა ხოლო რომელთა იგი მიმოდავნე ჭირისა მისგან რომელი იყვნენ სტეფანე ზედა რა მოხდა ხო გახსოვთ სტეფანე იყო პირველი დიაკონი რომელიც ქვებით ჩაქოლეს ხო გახსოვთ და ვინ იყო ქვებით ჩაქოლვის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახსოვთ აბა სავლე ხო გახსოვთ ვინ იყო სავლე შემდეგ რომელიც გახდა პავლე მოციქული რა და ამის შემდეგ რომელი იყვნენ სტეფანეზე და მივიდეს ვიდრე ფინიკამდე კვიპრეთ და ანტიოქიად არას იზოთე სიტყვაზე გარნახ ურიათა მათ ხოლო დაინახეთ ან მე რო გითხარით რაღაც ასეთი მონოეთნიკური რაღაც შეხედულება ქონდა და ქონდათ შეხედულება მარტო ებრაელებს უნდა უკადაგოთ მართლაც ასე იყო დადიოდნენ ზოგიერთი პირველი ქრისტიანები იუდეველი ქრისტიანები და მხოლოდ ებრაელებს ახარებდნენ და უკადაგებდნენ რა ხოლო იყვნენ ვინმე მათგანი კაცი კვიპრიანი და კვირინელი რომელიც შევიდეს ანტიოქიად და იტყოდეს ბერძნ მეტყველთა მათ მიმართ და ახარებით უფალსა იესოს და ხელი უფლისა იყო მათთან და განკურნებოდა მრავალსა რიცხვს არწმენა და მოიქცეს უფლისა ესმა სიტყვა ესე ყურთა კრებულისათა რომელი იყვნენ იერუსალიმს მათთვის და მიავნეს ბარნაბა რათა განიცეს ვიდრე ანტიოქიამდე ანუ პირველი ქრისტიანული ეკლესიის წევრების რაოდენობა იზრდებოდა ქადაგებდნენ ღვთისმოყვარე ქრისტიანები ქრისტეს ჯულს მღვდელმთავრები ეპისკოპოსები მაშინ რო იცოდეთ ალა პირველი თემის ქრისტიანებში ეს იერარქიული დაყოფა როგორც ჩვენთან არის მღვდელმთავარი ეპისკოპოსი დიაკონი ჯერ კი იყო მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან მკაცად ჩამოყალიბებული არისო და გარკვეული არისო გარკვეული კი ყველაფერი იყო უბრალოდ აქ შეიძლება შესაძლებელია წინა წელი ჩვენ ვნახოთ რომ ერთი ადამიანს ეპისკოპოსის ეწოდოს და ხუცესის ეწოდოს ასეთი რაღაცაც არის მე უკვე ეკლესიაში შემოდის იერარქიული მსახურება მოციქულები ხელს ასხავენ ეპისკოპოსებს მღვდელმთავრები მღვდლებს დიაკონების გამორჩევა რატო გახდა საჭირო ამასაც გაგახსენეთ მე-6 თავში საუბარი იმის შესახებ რომ მოციქულები რომლებიც ლოცულობდნენ და პირველი რიგის ვალდებულება სასულიერო პირის არის ღვთისმსახურების შესრულება ლოცვა და მე რა თქმა უნდა ახლა ადამიანებზე ზრუნვა მაგრამ თავიდან როდესაც ეკლესიაში მოვიდა ბევრი ადამიანი უკვე მოციქულებს რო აღარ შეერდებოდა ლოცვისთვის ამის და იმიტომ რომ ემსახურებოდნენ ადამიანებს ამის გამო მათ გამოირჩიეს დიაკონები რომლებიცაც ეს დავალება მისცეს რომ მათ უნდა ქონოდათ კომუნიკაცია ახალმოქცეულ ქრისტიანებთან ისინი უნდა დაემოძღვრათ ეგრეთ წოდებული ნეოფიტები ახალმოსული ადამიანები და ამის შემდეგ უკვე ნელ-ნელა ეკლესიის სტრუქტურა ყალიბდება და ის იერარქია რომელიც დღეს ჩვენ აგვაქვს ნელ-ნელა ისე ჩამოყალიბდა და მიიღოს ისეთი ფორმა როგორც დღეს ჩვენთან არის ხო და ესე დადიოდნენ მოციქულები მათი მოწაფეები ქადაგებდნენ და უამრავი ადამიანი მოიქცა და რომელი იგი მოვიდეს იხილა მადლი ღვთისა და განიხარა ლოცვი და ყოველთა გულსმოდგინები და გულისა და დაბრუნდა უფლისა მიმართ და ამის შემდეგ რამე თუ კაცი ამის შემდეგ არის უკვე გადადის ესე იწყება საუბარი ვისე პავლე მოციქულზე რამე თუ იყო კაცი სახიერ და სასული და წმინდა სარწმუნოებითა და შეეძინა ერი მრავალი უფალს და გამოვიდა პატრ ბარნაბა ტარსუნ მოძიებად სავლისა პუა და მოიყვანა ანტიოქია რომელიც სავლეზეა საუბარი რომელზეც ჩვენ ახლა ვისაუბრებთ რა იმის შემდეგ რაც პავლე მოციქული მოექცა ამის შემდეგ თუ გახსოვთ ის ძალიან გულხურვალე აწერია პავლეს ცხოვრებაში ძალიან გულხურვალე ქადაგება დაიწყო ებრაელებმა რომლებიც იცოდნენ რომ ეს კაცი
მათ მხარეს იყო ქრისტიანებს დევნიდა და უცბად დაინახეს რომ გახდა ქრისტიანი ეკლესიის წევრი, ეგრესის ერთგული შვილი, მისი მოკლა გადაწყვიტეს და ამის შემდეგ საული მოციქული წავიდა ტარსუნში. ტარსუ არის ადგილი, სადაც დაიბადა პავლე მოციქული, დღეს არის ახლა თურქეთის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ ბარნაბამ ნახა საულე და წამოიყვანა ის ანტიოქიაში და იყო მათანა წელიწად ერთ შეკრება ეკლესია და აქ არის მნიშვნელოვანი სიტყვები. მე-12 თავის 26 მუხში წერია, რომ წელიწად ერთ შეკრება ეკლესიას და სწავლად ერისა მრავლისა და წოდება პირველად ანტიოქიაში შინა მოწაფეთა მათ ქრისტიანებად. ეს ჩვენ თავს რო უძახით ქრისტიანებად, ეს პირველად იესო ქრისტეს მიმდევრებს. ქრისტიანები ეწოდა სწორედ ქალაქ ანტიოქიაში. ანტიოქიაში შეკრებილი ქრისტიანებს ეწოდათ და ადამიანებს ეწოდათ ქრისტიანები და იქიდან მოყოლებული უფლის მეორედ მოსვლამდე ქრისტეს ერთგულ შვილებს ეწოდებათ ქრისტიანები. და ქრისტიანი რას ნიშნავს ახლა? ჩვენ ვართ ქრისტესი. ესე იგი ქრისტეს შვილები ვართ და წესით ასეთი უნდა ვიყოთ. და თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია რომ ვიწოდებოდეთ ქრისტიანად, შესაბამისად ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც ქრისტემ დაგვიბარა. ქრისტემ დაგვიბარა სიმდაბლე, ორჩილება, ის სიტყვისა, ცოდვებთან ბრძოლა, ეკლესიის ერთგული შვილობა და ამით დამოწმება იმისა, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები. თუ ქრისტიანი უწოდებს ადამიანი თავს, არ ლოცულობს, არ მარხულობს, ის დაადგენილი წესებში არ ღებულობს მონაწილეობას, ის ქრისტიანად ვერ იქნება წოდებული. კი დღეს მადლობა ღმერთს, საქართველოში მცხოვრები ადამიანთა უმრავლესობა ამბობს, მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, მაგრამ ერთი რამე იცოდეთ რა, დღეს მხოლოდ და მხოლოდ მცირე ნაწილი ჩვენი თანამემამულეებისა ცხოვრობს ისეთი წესით, როგორი წესით ჩვენ უფალმა გთხოვა ცხოვრება და გთხოვა უფალმა იმითოგია რომ ასე სჭირდება, ბევრჯერ გვითქეშინე კიდე გაგიმეორებთ, ეს არის ჩვენთვის საჭირო. ღმერთთან საურთიერთობოდ უფალმა დაგვიწესა ის წესი, რომელიც წმინდა წერილში არის გადმოცემული და წმინდა წერილში უფალი ამბობს, თუ გინდა რომ ჩემიანები გეწოდოთო, უნდა ეზიაროთ ჩემსის და ხორცვას, ამბობს იოანეს სახარებაში უფალი. და მოკლედ ქრისტიანად იწოდებიან ადამიანები ესეთი სწორი და იდეალისტური და მოშლით რო ვთქვათ, გაგებით, მაშინ როდესაც ისინი ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობენ. ეკლესიურად ცხოვრებაში იგულისხმება ეკლესიასთან ერთობა და როგორც გითხარით, საიდუმლოებში მონაწილეობა. რომელიც საიდუმლოში მონაწილეობა არის თქვენი ვალდებულება. რამდენი საიდუმლო ეკლესიაში? 7, ხო ასეა? ერთ საიდუმლო სახსრულებას ჩვენ შეგვიძლია მაგალითად დღოდელი შეუძლია 6 საიდუმლოში რამოდენიმე საიდუმლო აღასრულოს და ერთ საიდუმლოს ვერას ასრულებს 7 საიდუმლო და დღოდელი. ეს არის ღვთლად კურთხევა. ღვთლად კურთხევის უფლება მხოლოდ და მხოლოდ ღვთელმთავარს. დანარჩენი ახლა ყველაფერი შეუძლია ღვთელს შეასრულოს და ერის ადამიანებს კიდე ვალდებულება აქვს რომ მიიღოს მონაწილეობა ყველაში არა. მაგალითად სავალდებულო არ არის ჯვრისერა. შეიძლება ადამიანი დაუჯახდეს, შეიძლება არ დაუჯახდეს, მაგრამ აღსარებაში მონაწილეობის ვალდებულება ყველას აქვს. ყველა უნდა ეზიაროს ამის და ზეთი უნდა იწყოს დასში. გამიგეთ? ეს არის თქვენი ყველას ვალდებულება. ამაში მონაწილეობა არის აუცილებელი იმისთვის, რომ გეწოდოს ქრისტიანი. ამათ გეთა შინა გამოვიდეს იერუსალიმის წინასწარმეტყველი ანტიოქია და აღადგინა ერთი მათგანი, რომელიც ერქვა სახელი აგაბოს. რომელი იგი აწვედეს სულითა წმინდითა. მაინც წინასწარმეტყველები რაღაც ვახსენეთ, ახლა გაგეთქვით, რომ ძველ აღთქმაში იყვნენ წინასწარმეტყველები. ძალიან ბევრი წინასწარმეტყველი წერია ძველ აღთქმაში. მაგრამ ეს ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები ეცოდა გადახვევა გამოგვისმა საინტერესო თემა და მაინც რო იცოდეთ ახლა რა. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ. წინასწარმეტყველები, რომლებიც დაწერილი, დატოვეს ნაწერები, წიგნები და ასეთები არიან 16 წინასწარმეტყველია ძველი აღთქმის, რომელსაც წიგნები დაწერეს. მაგრამ ასევე არიან ისეთი წინასწარმეტყველები ძველ აღთქმაში მოხსენიებული, რომელთაც არავითარი არ დაუწერიათ და მათი ახლა ზუსტი რაოდენობის დასახელება შეუძლებელია, იმიტომ რომ ზოგიერთ ადგილას წერია, რომ გუნდი წინასწარმეტყველთაო და იქ კონკრეტული ციფრი არ არის მითითებული რა. და ეს საწინასწარმეტყველო სახურება ძველი აღთქმის დასრულდა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 400 წლით ადრე. წინასწარმეტყველების მიზანი რა იყო? რომ ისინი აუწყებდნენ ადამიანებს იესო ქრისტეს შესახებ. ანუ
და რატო მე 400 წლის შემდეგ რატო არ ჭირდებოდა ხალხს წინასწარმეტყველები, იმიტომ აღარ დაწერეს და იმიტომ აღარ გამოარჩია თავის ერში უფალმა წინასწარმეტყველები, რომ ამ წინასწარმეტყველებმა დაწერეს იმდენი და აუწყეს ადამიანებს იმდენი, რამდენიც მათთვის იყო საჭირო. და შესაბამისად, ახალი წინასწარმეტყველი საჭირო არ იყო, ანუ ფაქტიურად ქრისტესობამდე 400 წლით ადრე კაცობრიობა მიცოდა, რომ მაცხოვარი როგორ უნდა მოსულიყო სამყაროში, სად უნდა მოსულიყო, რა უნდა გაეკეთებია, ყველაფერი წინასწარმეტყველები იყო, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანები 400 წელი ის ყველაფერი იცოდნენ. მაინც მოდის მაცხოვარი და გააკეთებს მესია, ჯვარზე გააკეთებს. აი ესეთი საოცარი რაღაცა არის. და აქ არის საუბარი ადამიანზე, რომელსაც საწინასწარმეტყველო ნიჭით იყო დაჯილდოებული, ამას ამ კაცს ერქვა სახელად აგამო. სიღრმილე დიდი ყოფა და არს ყოველსა ზედა სოფელსა, რომელი იგი იყო დღეთა მაშინ და კლავდის კეისრია, ხოლო მოწამეთა თვითარცა ხელდარა იწიფებოდა ბრძანის თითოეულმა მათგან სამსახურეობრივ მიძღვნება ძმათა მათ, რომელი იგი იყვნენ ხურიასთან, რომელი იგი იყვნენ და წარუძღვანეს ხუთესა მათ მიმართ ხელით და ბარნაბასი და სავლისით. რაზე აქ საუბარი? გაიგეს ანტიოქიაში მყოფმა ქრისტიანებმა, რაღაც გაჭირვებოდა დევნაში არიან ქრისტიანები იერუსალიმში და რა გააკეთეს? პირველ რიგში ლოცვითი შეწევნა მათთვის და ლოცულობდნენ და ასევე დახმარებას გაუგზავნეს რა. ამით ჩვენ რას გვასწავლით წმინდა ეკლესია და პირველი იგი თემის ქრისტიანები რას გვასწავლიან, რომ ერთმანეთის დახმარება არის წმინდა ვალდებულება და მოვალეობა ყველა ადამიანის. ერთმანეთში გვერდში დგომა, ერთმანეთისთვის დახმარების ხელის გაწოდება და ამის მაგალით ჩვენ გვაძლევენ მოციქულები. ქრისტიანი კიდე რითი გამოირჩევა, იცი? მოწყალებით გამოირჩევა. ადამიანი და კიდე ერთი თვისება, რომელიც სამწუხაროდ ესე იგი რაღაც სიტუაციები და გამომდინარე, ალბათ ასე უნდა ვთქვათ, ადამიანებმა დაივიწყეს, რომ და ასეც არის ნაწინასწარმეტყველები, რომ ბოლოს ადამიანების გულში სიყვარული ჩაქრება სხვების მიმართ და გახმება სიყვარული მრავალთაია. ანუ ადამიანი სხვის გაჭირვებას არ გაიზიარებს და ადამიანში იხედება არა ადამიანს, არამედ იმ საჭიროებას, რომელიც მას ჭირდება. და როცა გჭირდება, მაშინ რო გახსენდება ადამიანი, აი ესეთ დამოკიდებულება არ უნდა გქონდეს ქრისტიანს და ქრისტიანი ვერ იქნება ადამიანი, რომელიც იყენებს სხვას. გამიგეთ? ეს არის მოკლედ დასრულდა მე-12 თავი, მე-12 თავში მთავარი იყო რა. ეკლესიის კარები ყოველთვის არის გაღებული, მთავარია ჩვენ გავათავისუფლოთ გული წოდებებისგან და ღმერთი აუცილებლად მოვა ჩვენში, დაივანებს ჩვენში, მოგცემს ძალას იმისა, რომ წმინდა ცხოვრებით ვიცხოვროთ და როგორც პავლემ გითხრა, იქნებით უნდა იცხოვროთ ისე და მობაძავ ჩემ დაიხმენით, როგორც მე ქრისტესა და თუ გინდა ქრისტეს მობაძავი ვიყოთ, უნდა ვიცხოვროთ შეზღუდების დაგვარად წმინდად. უნდა გქონდეს სინანული წოდების და უნდა ვიყოთ ერთგული შვილი მართლმადიდებლური ეკლესიისა. ამინ.